ცენზირი. ეს არის ლითონის ინსტრუმენტი სხვადასხვა ზომის დანაყოფებით, რომელიც გამოიყენება მავრთულების დასამზადებლად. საიუველირო ფარგალი. საიუველირო საზომი ინსტრუმენტები, შტანგელი, მიკრომეტრი, სახაზავი, საიუველირო საქმის განუყოფელი ნაწილია. წვრილი ნაწიბურების მქონე საიუველირო ქლიბები, ეგრეთ წოდებული ნათბილები, ერთმანეთისგან განსხვავდება ფორმით და ნაწიბურების ზომით. გვაქვს მრგვალი, ნახევარწრე, ბრტყელი და ასე შემდეგ. ნაწიბურების ზომაც იწყება მსხვილიდან და მიდის ძალიან წვრილ ფენამდე და გამოიყენება კოსმეტიკური სამუშაოებისთვის. ალმასი ქლიბები არ გამოიყენება ლითონის დასამუშავებლად, გამოიყენება მინანქრისთვის და გამოყენება შეიძლება ასევე ქვის დასამუშავებლად. დიდი ზომის ქლიბები, რომლებიც გამოიყენება ნამუშევრიდან დიდი ზომის ნაწიბურების მოსაშორებლად, გამოვიყენებთ შავი სამუშაოების შესასრულებლად. საიუველირო ჩაქუჩები. თითის გასაზომი ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება ბეჭდების დამზადების პროცესში. თვითდამჭერი პინცეტი სამაგრით, საიუველირო სახელწოდებით მესამე ხელი. სპეციალური დამჭერები ლითონის და ხის, რომელიც გამოიყენება ნამზადების დასაჭერად დამუშავების პროცესში. ლითონის საიუველირო პინცეტები, ელექტროსაიუველირო სასწორი, რომელიც წონას აჩვენებს მიასედების სიზუსტით, საიუველირო გირებიანი სასწორი. ქვის ჩასასმელი და მოსახუფი სპეციალური ინსტრუმენტები, ლითონის რიგელები, რომელიც გამოიყენება ნამზადისთვის სხვადასხვა ფორმის მისაცემად. გვაქვს ბრტყელტუჩა, მრგვალტუჩა, მკნეტარა, ლითონის მაკრატელი და ასე შემდეგ. შესადუღებელი მაგიდის რამდენიმე ტიპი და რამდენიმე ვერსია არსებობს. ერთ-ერთი მათგანი არის ნახვრეტებიანი შესადუღებელი მაგიდა, რომელიც ცეცხლს უკეთებს ცირკულაციას და ლითონის ზედკაცლებით მალე ცხელდება. მეორე ვარიანტი შესადუღებელი მაგიდის ეს არის სწორი ზედაპირით, სავსე ზედაპირით, სადაც უფრო ძნელად ცხელდება ლითონი. მესამე ვარიანტი შესადუღებელი მაგიდის ეს არის მოძრავი შესადუღებელი მაგიდა, რომელიც კომფორტულია სხვადასხვა მიმართულებით შედუღებების დროს.